კლოუნის როლში ყოფნისას ნიღბის მიღმა მალავ შენს ნამდვილ სახესა და ხასიათს. შეგიძლია ჩაიდინო ისეთი რამ, რასაც საკუთარი სახით ვერასდროს გაბედავ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეგიძლია ქალებს კალთაში ჩაუჯდე და ხელები მოუფათურო და ისინი ამაზე არაფერს გეტყვიან, რადგან შენ კლოუნი ხარ. კლოუნს შეიძლება ყველაფერი შერჩეს, მათ შორის მკვლელობაც კი. $1978 წლის 12 დეკემბერს ილინოისის შტატის კუკის ოლქში ქალაქ დეს პლეინსის პოლიციაში ელიზაბეთ და ჰაროლდ პიესტებმა განაცხადეს მათი 15 წლის შვილის რობერტ პიესტის გაუჩინარების შესახებ. რობერტი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო, ტანვარჯიშში ვარჯიშობდა, უყვარდა ლაშქრობა და ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. პარალელურად რობერტი ნახევარ-განაკვეთზე ადგილობრივ აფთიაქში მუშაობდა. რათა შობა ახალი წლისთვის მცირე თანხა მოეგროვებინა ოჯახის და მეგობრებისთვის საჩუქრების შესაძენად. ელიზაბეთმა პოლიციას მოუყვა, რომ 11 დეკემბერს საღამოს მანქანით აფთიაქში მივიდა, რათა შვილი წაეყვანა სახლში. რობერტმა მას უთხრა, რომ რამდენიმე წუთით დალოდებოდა მანქანაში, რადგან ერთი მამაკაცი უნდა ენახა, რომელიც მას სამუშაოს თავაზობდა. დედა მანქანაში იჯდა და რობერტის დაბრუნებას ელოდა და როდესაც ის 20 წუთის გასვლის შემდეგ არ გამოჩნდა, შეშფოთებული ქალი აფთიაქში შებრუნდა, მაგრამ რობერტი არც იქ დახვდა. მშობლები რობერტს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, მაგრამ როდესაც მის ყვალს ვერსად ვერ მიაგნეს, შეშინებულებმა შვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადეს. შეშინებულმა დედამ პოლიციას უთხრა, რომ მსგავსი რამ მისი შვილისგან აბსოლუტურად უჩვეულო საქციელი იყო, რადგან რობერტი არასდროს არ დაარღვევდა სიტყვას და დედას ასე უბრალოდ არ დატოვებდა მანქანაში. სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ საქმე უბრალოდ სახლიდან გაქცეულ მოზარდს არ ეხებოდა და დაუყოვნებლივ დაიწყეს რობერტ პიესტის ძებნა. სამართალდამცველები პირველ რიგში აფთიაქში მივიდნენ, რათა დაედგინათ ვინ იმყოფებოდა იქ იმ საღამოს და ვინ ნახა ბოლოს რობერტ პიესტი მის გაუჩინარებამდე. გაყიდვების სტენდთან მომუშავე გოგონამ სამართალდამცველებს უამბო, რომ იმ დღეს, როდესაც რობერტი გაუჩინარდა, თავადაც მუშაობდა. სტენდი პირდაპირ შესასვლელთან იყო განთავსებული და როდესაც ხალხი კარში შედიოდა და გადიოდა, გარედან სიცივე აღწევდა, რის გამოც გოგონას ძალიან სციოდა. ამიტომ სთხოვა რობერტს დროებით მიეცა მისთვის თავისი თბილი ქურთუკი. გოგონამ სამართალდამცველებს აცნობა, რომ იმ საღამოს აფთიაქში უცნობი საშუალო ასაკის კაცი შენიშნა, რომელიც მაღაზიას ათვალიერებდა. დაინტერესდა ვინ იყო ეს კაცი და ფარმაცევტს კითხა მის შესახებ. ფარმაცევტმა უპასუხა, რომ მაღაზიის მეპატრონეს სურდა ობიექტის გარემონტება, ხოლო ის კაცი იყო კონტრაქტორი, რომელიც ათვალიერებდა მაღაზიას, რათა შეეფასებინა დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების მოცულობა. გოგონამ დაამატა, რომ საღამოს რობერტი მასთან მივიდა და სთხოვა დაებრუნებინა ქურთუკი. უთხრა, რომ უნდა გასულიყო ქუჩაში, რათა დამატებითი სამუშაოს შესახებ დალაპარაკებოდა იმ ადამიანს, რომელიც მაღაზიაში სარემონტო სამუშაოების შესაფასებლად იყო მისული. სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს აღნიშნული პირის ვინაობა. მისი სახელი ჯონ უეინ გეისი იყო. მას ჰქონდა სამშენებლო კომპანია, რომელიც ღებვას, მოპირკეთებას და სარემონტო მომსახურებას მოიცავდა. გეისი ასევე განასახიერებდა კლოუნს, რომელიც თავადვე შექმნა და სახელად პოგო დაარქვა. ამ ფორმით იგი ხშირად ჩნდებოდა ბავშვთა დღესასწაულებზე, საბავშვო საავადმყოფოებში, საქველმოქმედო ღონისძიებებსა და საჯარო დღესასწაულებზე. ის ურიგებდა ბავშვებს ბუშტებს, უჩვენებდა მარტივ ფოკუსებს და იღებდა მათთან ფოტოებს. გარდა ამისა, გეისი იყო დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ხელმძღვანელი კუკის ოლქში. ის ადგილობრივ მცხოვრებლებს საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა. ნორვუდის პარკში მას საუკეთესო უბნის უფროსად მიიჩნევდნენ, ხოლო საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობდა. როდესაც პოლიციამ მისი მონაცემების გადამოწმება დაიწყო, გაირკვა, რომ იგი
აიოვაში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის იყო ნასამართლევი. აღმოჩნდა, რომ 1967 წლის გაზაფხულზე 25 წლის ჯონ უეინ გეისმა მისი მეგობრის 15 წლის შვილი დონალდ ბურჰისი მოტყუებით სახლში წაიყვანა და სექსუალურად იძალადა. შემდეგ კი დაემუქრა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მას და მის მამას პრობლემები შეექმნებოდათ. თუმცა დონალდმა ყველაფერი მამას უამბო. ჯონ უეინ გეისი დააკავეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს ცოლი განქორწინების საბუთებით მივიდა მასთან და დაემუქრა, რომ თუ ხელს არ მოაწერდა, შვილების ნახვის უფლებასაც დაკარგავდა. გეისი ციხეში მუშაობა მთავარმზარეულად დაიწყო და მალევე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პატიმარი გახდა. სამაგალითო ქცევის გამო კი ის 18 თვის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ ჯონ უეინ გეისი გამოძიების მთავარ ეჭვმიტანილად იქცა. დეს პლეინსის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ჯოზეფ კოზენჩაკმა გადაწყვიტა გეისის პირადად გასაუბრებოდა. ის გეისისთან სახლში მივიდა და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებულიყო, რადგან მას რობერტ პისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა მასთან. გეისიმ მას უთხრა, რომ გადაუდებელი საქმე ჰქონდა და იმ მომენტში პოლიციაში მისვლას ვერ მოახერხებდა. რაზეც კოზენჩაკმა უთხრა, რომ თუ მას გაჰყვებოდა განყოფილებაში, იქ დიდხანს არ დააყოვნებდნენ. ამაზე გეისი ძალიან გაბრაზდა. კოზენჩაკს უთხრა, რომ ნათესავი ყავდა გარდაცვლილი და კარგი იქნებოდა უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა მას გარდაცვლილის მიმართ მაინც. ბოლოს კი დაამატა, რომ როგორც კი შეძლებდა თავად მივიდოდა განყოფილებაში. განყოფილებაში დაბრუნების შემდეგ კოზენჩაკმა დეტექტივებს გეისისთვის თვალის დევნება დაავალა. დეტექტივებმა გეისის სახლთან მისვლისას შენიშნეს, როგორ ტოვებდა სახლს გეისის ფურგონი. ისინი ფურგონს გაჰყვნენ, თუმცა მალევე გაარკვიეს, რომ მას გეისის ერთ-ერთი თანამშრომელი მართავდა. ამის შემდეგ ისინი ისევ გეისის სახლთან დაბრუნდნენ, თუმცა გეისი მათ სახლში აღარ დახვდათ. ჯონ გეისი ღამის 3 საათისთვის მივიდა პოლიციის განყოფილებაში. იმ დროს შენობაში აღარავინ იმყოფებოდა, ვინც მას გამოკითხავდა. განყოფილება თითქმის ცარიელი იყო. მორიგე პოლიციელმა ურჩია დილით დაბრუნებულიყო. მან შეამჩნია, რომ გეისი მთლიანად ტალახით იყო დასვრილი. ასევე ტალახში იყო ამოსვლილი მისი ავტომობილიც, რაც მას ძალიან უცნაურად მოეჩვენა. მეორე დღეს 1978 წლის 13 დეკემბერს დაახლოებით დილის 11 საათისთვის გეისი კვლავ მივიდა პოლიციის განყოფილებაში. დაკითხვისას გეისიმ განაცხადა, რომ რობერტ პისტის გაუჩინარებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ის უბრალოდ მაღაზიაში ნახა და მის მერე მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ასევე აღნიშნა, რომ ყოველთვის მზად იყო გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, რადგან დასამალი არაფერი ჰქონდა. ამაზე გამომძიებელმა უთხრა, რომ თუ მართლაც არაფერი ჰქონდა დასამალი, ნება მიეცა გამომძიებლებისთვის მისი სახლის დათვალიერების. გეისმა ამ თხოვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა. გამომძიებლებისთვის ნათელი იყო, რომ ის რაღაცას მალავდა. ამიტომ მათ რაც შეიძლება მალე უნდა მიეღოთ სასამართლოს ჩხეკის ორდერი, სანამ გეისი რაიმე მტკიცებულებას გაანადგურებდა. გამომძიებლებმა მალევე მიიღეს ჩხეკის ორდერი და გეისისთან სახლში მივიდნენ. როდესაც დეს პლეინსის პოლიციის გამომძიებლები ჯონ გეისის სახლში ჩხეკისთვის შევიდნენ, მათი მთავარი მიზანი იყო რობერტ პისტის პოვნა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და შესაძლოა გეისის ტყვეობაში ჰყავდა. გეისის სახლი ეკლექტურ სტილში იყო მოწყობილი. მისაღებ ოთახში ჰავაის ტიპის ბარი და ბილიარდის მაგი დაიდგა. საძინებლის კედლები კლოუნების ფოტოებით იყო დაფარული, იდუმალი და დამთრგუნველი სახეებით. სამუშაო კაბინეტში დიდი დაფა იყო, რომელიც სხვადასხვა ფოტოებითა და ნივთებით იყო დაფარული. მთელი სივრცე დამძიმებული იყო ბნელი და არამყუდრო ატმოსფეროთი. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო დერეფანი, რომელიც სამზარეულოს უკანა ოთახებთან აკავშირებდა. დერეფანი მუქი ყავისფერი იყო, ხოლო მის ბოლო მონაკვეთს თვალისთვის დამღლელი და უცნაური ზიგზაგის ფორმის ყვითელი ხაზები მიუყვებოდა. ჩხეკისას გამომძიებლებმა წიგნები იპოვეს შემაშფოთებელი სათაურებით, ასევე იპოვეს სექს სათამაშოები, წამებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ჯაჭვები და ხელბორკილები. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს სახლი მხოლოდ ერთი მიზნისთვის გამოიყენებოდა და ამ მიზანს ძალადობა ერქვა. ნაგვისურნაში მათ ნისონის აფთიაქის ქვითარი იპოვეს და რადგან რობერტ პისტი ბოლოს სწორედ ამ აფთიაქში ნახეს, გამოძიება იმედოვნებდა, რომ ქვითარი მათ სწორკვალზე გაიყვანდა. ასევე იპოვეს ბეჭედი, რომელიც მეინ ვესტის სკოლას ეკუთვნოდა, იმ სკოლას, სადაც რობერტ პისტი სწავლობდა. ბეჭედის გარდა
იქვე იყო დროებითი მართვის მოწმობები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, სახლის ერთ-ერთ კარადაში საიდუმლო კარი აღმოაჩინეს, რომელიც სარდაფში ჩადიოდა. სარდაფში მიწისქვეშა წყლის დონე მაღალი იყო, ამიტომ მუდმივად მუშაობდა სატუმბი. გამომძიებლებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა იქ გვამი ყოფილიყო დამარხული. ამიტომ სარდაფის ზედაპირის დათვალიერება დაიწყეს. თუმცა მიწა ხელუხლებელი ჩანდა. ირგვლივ მხოლოდ ტალახი იყო. არსად შეიმჩნეოდა არც საფლავი და არც რაიმე ნიშანი გვამის არსებობისა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას გეისის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არ ჰქონდა, გადაწყვიტეს კვლავ დაეკითხათ. თუმცა გეისი ჯიუტად იმეორებდა, რომ აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ რობერტ პისტი აღარ უნახავს. გეისის დამოკიდებულება გამომძიებლების მიმართ აშკარად ქედმაღლური და ირონიული იყო. იგი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, რადგან როგორც თვითონ ამბობდა, შეურაცხმყოფელ კითხვებს უსვამდნენ. მართალია პისტის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობი რჩებოდა, თუმცა გამოძიებას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გეისი გარეული იყო ბიჭის გაუჩინარებაში. მათ ეჭვს ამყარებდა ის ფაქტიც, რომ გეისის უკვე ჰქონდა დადასტურებული სექსუალური დანაშაული აიოვაში. რადგან ჯონ უეინ გეისი წარსულში უკვე იყო არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებული, ხოლო ახალი საქმისთვის პირდაპირ მტკიცებულებები მის წინააღმდეგ არ არსებობდა და გამოძიებას მისი დაპატიმრება არ შეეძლო, გამოძიების ხელმძღვანელმა ჯოზეფ კოზენჩაკმა გადაწყვიტა დაეწყო 24 საათიანი მეთვალყურეობა გეისზე. მოვალეობა ორ წვილ დეტექტივს დაევალა. დილის სვლაში შუადღიდან შუაღამემდე გეისს რონ რობინსონი და ბობ შულცი ადევნებდნენ თვალს, ხოლო ღამის სვლაში შუაღამიდან შუადღემდე დევიდ ჰეჩმაისტერი და მაიკლ ალბრეხტი. მათი მთავარი მიზანი იყო არ დაეკარგათ გეისი თვალთა ხედვიდან. მნიშვნელობა არ ჰქონდა ისაც წავიდოდა ან რას გააკეთებდა. თავდაპირველად მეთვალყურეობა ფარულად მიმდინარეობდა, თუმცა მალევე გეისმა შეამჩნია, რომ პოლიცია უთვალთვალებდა. ამის შემდეგ კოზენჩაკმა გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა და გეისისთვის ღიად ეთვალთვალად. ფიქრობდა, რომ ამ გზით გაცილებით დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენდნენ მასზე. ამის შემდეგ დეტექტივები მივიდნენ გეისისთან სახლში და განუცხადეს, რომ ის 24 საათიანი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სადაც არ უნდა წასულიყო და რაც არ უნდა გაეკეთებინა, დეტექტივები ყოველთვის მის გვერდით იქნებოდნენ. აქედან გამომდინარე, გეისის ყოველი ნაბიჯი დეტექტივებისთვის ცნობილი იყო. როცა ის კაფეში შედიოდა ყავის დასალევად, დეტექტივებიც მას მიჰყვებოდნენ. ისხდნენ მის გვერდით და ერთად სვამდნენ ყავას. გამომძიებლები ცდილობდნენ გეისისთან გარკვეული კავშირი დაემყარებინათ, რადგან სურდათ უფრო კარგად შეესწავლათ მისი ქცევები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გეისი კი ამ ყველაფერზე ხალისობდა, დეტექტივებთან მეგობრულად ურთიერთობდა, ხუმრობდა კიდეც და ეუბნებოდა, რომ ისინი უკვე მისი მეგობრები იყვნენ. როდესაც გეისის ნაცნობები ეკითხებოდნენ, ვინ იყვნენ ის უცნობი ადამიანები, რომლებიც მასთან დაჰყვებოდნენ დღე და ღამე, გეისი მათ პასუხობდა, რომ ისინი ფედერალური ბიუროს აგენტები იყვნენ და თითქოს ის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ გამოძიებაში ეხმარებოდა მათ. ზოგჯერ კი ამბობდა, რომ ისინი მისი პირადი დაცვის წევრები იყვნენ. როდესაც დეს პლეინსის პოლიციამ ილინოისის შტატიდან ჯონ გეისის ვადაზე ადრე გათავისუფლების დოკუმენტაცია გამოითხოვა და საფუძვლიანად შეისწავლა მისი წარსული, აღმოაჩინა, რომ უმეტესად საქმე ხულიგნობასა და ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა. მის საქმეში არც ერთი ჩანაწერი არ მოიძებნა იმის შესახებ, რომ ის არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის იყო მასამართლები. გეისი იმ პერიოდში დემოკრატიული პარტიის აქტიური და გავლენიანი წევრი იყო. პარტიიდან ხშირად რეკავდნენ გავლენიანი პირები პოლიციის განყოფილებაში და მოითხოვდნენ, რომ გეისი არ შეეწუხებინათ, რადგან ის მათი თქმით პატიოსანი და ღირსეული ადამიანი იყო. თუმცა დეს პლეინსის გამომძიებლებმა კარგად იცოდნენ, რომ გეისი ერთხელ უკვე იყო გასამართლებული არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობისთვის. ასევე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის აქტიურად ცდილობდა ახალგაზრდა გეი ბიჭებთან კონტაქტის დამყარებას. ასევე გავრცელებული იყო ხმები, რომ ბევრი მათგანი კულუარულად საუბრობდა გეისის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე. იმ პერიოდში საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ საგრძნობლად უარყოფითი იყო, რის გამოც ბევრი დაზარალებული პოლიციას არც კი მიმართავდა. მით უმეტეს მაშინ, როცა სავარაუდო დამნაშავე იყო ყველასთვის ცნობილი და გავლენიანი პირი, როგორიც იყო ჯონ უეინ გეისი, რომელსაც მრავალი მფარველი ჰყავდა მაღალი წრეებიდან. გეისი საკუთარ სამშენებლო კომპანიაში ძირითადად
ახალგაზრდა ბიჭებს ასაქმებდა. გამომძიებლები ესაუბრნენ მის ორ თანამშრომელს, დევიდ კრამს და მაიკლ როსის, რომლებიც გეისისთან მუშაობდნენ და მას ეხმარებოდნენ როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში. გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გეისის სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭიც გაუჩინარებული იყო. მათ შორის იყო გრეგორი გოძიკი, ჩიკაგოდან, რომელიც გეისისთან გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ კი მოულოდნელად გაუჩინარდა. ასევე იყო ერთი ბიჭი, ჯონ ბუტკოვიჩი, ისიც გეისისთან იყო დასაქმებული. ერთ დღეს კი ისიც არ მივიდა სამსახურში და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. როდესაც პოლიციამ გაუჩინარებულ თანამშრომლებზე კითხვა დაუსვა გეისის, მან განაცხადა, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა. გამოძიების პროცესში სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ გეისის სახლის ჩხრეკის დროს, როდესაც იპოვეს უფროსკლასელის სკოლის ბეჭედი, რომელსაც ჰქონდა ინიციალები, ეკუთვნოდა ახალგაზრდა ბიჭს სახელად ჯონ სიკის. ჯონ სიკი ადრე დესპლეინსში ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით სხვა ქალაქში გადავიდა. როდესაც გამომძიებლები მის ოჯახს დაუკავშირდნენ და მის შესახებ ჰკითხეს, ჯონის დედამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ ჯონი დიდი ხანია დაკარგულად ჰყავდათ გამოცხადებული. ჯონ სიკის გაუჩინარებასთან ერთად გაუჩინარებული იყო მისი ავტომობილიც. როცა გამომძიებლებმა ოჯახისგან მიიღეს მანქანის აღწერილობა, მალევე აღმოაჩინეს, რომ მაიკლ როსის გეისის თანამშრომელს მსგავსი მოდელის მანქანა ჰყავდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ გეისიმ მიყიდა ეს მანქანა მაიკლ როსის, რომელმაც შემდეგ მისი სანომრე ნიშნები შეცვალა. ამ ფაქტების თანხვედრა მიუთითებდა, რომ გეისის კავშირი ჰქონდა რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭთან, რომლებიც უკვალოდ გაუჩინარდნენ და მათი კვალის პოვნა ვერ მოხერხდა. გამომძიებლები გრძნობდნენ, რომ მათ რაღაც საშინელ, მასშტაბურ და შემზარა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. ჯონ გეისი იმ დეტექტივებს, რომლებიც მას უთვალთვალებდნენ, ისე ექცეოდა, თითქოს მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ. ხშირად ეპატიჟებოდა მათ სახლში, სთავაზობდა სასმელს და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მეგობრული და პატივსაცემი პიროვნება იყო. გამოძიების მიმდინარეობისას ერთხელ გამოძიების ხელმძღვანელმა ჯოზეფ კოზენჩაკმა იმ დეტექტივებთან, რომლებიც ჯონ გეისის უთვალთვალებდნენ, მათთან საუბარში ახსენა, რომ ერთ-ერთი გაუჩინარებული ბიჭის, ჯონ სიკის დედამ მას უთხრა, რომ საძინებელში პატარა მოტოროლას ტელევიზორი ედგა, რომელიც გაქრა შვილის გაუჩინარების დღეს. დეტექტივებს გაახსენდათ, რომ მსგავსი ტელევიზორი მათ გეისის სახლში ნახეს. როცა ჩხრეკა ტარდებოდა გეისისთან მორიგი ვიზიტისას, დეტექტივმა ბობ შულცმა თქვა, რომ საპირფარეშოში მიდიოდა. სინამდვილეში კი ცდილობდა დაეთვალიერებინა ის ადგილი, სადაც შესაძლოა ჯონ სიკის დაკარგული ტელევიზორი ყოფილიყო. მან გადაამოწმა ყველაფერი, თუმცა ტელევიზორი ვერ ნახა. ბოლოს კი ბუნებრივობისთვის საპირფარეშოში შევიდა და უნიტაზი ჩარეცხა. სწორედ მაშინ ჩაერთო გამათბობელი. ბობი მის მახლობლად იდგა და მალევე იგრძნო მძაფრი სუნი, რომელიც გამათბობლის სავენტილაციო არხიდან გამოდიოდა. გამოცდილი დეტექტივი მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო გახრწნილი ადამიანის სხეულის სუნი, რომელიც სარდაფიდან ამოდიოდა. მორიგეობის შემდეგ ბობ შულცმა ამის შესახებ განყოფილებაში მოყვა. პარალელურად გამომძიებლები კითხავდნენ გეისის თანამშრომელს, დევიდ კრამს, იმ იმედით, რომ მისგან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებდნენ. როცა გამომძიებლებმა დევიდს კითხეს, ყავდა თუ არა ნანახი გეისი გაბრაზებული, მან გაიხსენა შემთხვევა, როცა გეისიმ სარდაფში მას მიწის ამოთხრა დაავალა, მაგრამ როცა გეისიმ შეამჩნია, რომ დევიდი სხვა ადგილს ცხრიდა, საშინლად გაბრაზდა და ყვირილი დაუწყო. დევიდ კრამის მონათხრობის საფუძველზე გამომძიებლები უკვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯონ უეინ გეისი სარდაფში რაღაცას მალავდა და ეს დიდი ალბათობით გაუჩინარებული ბიჭების გვამები იყო. აქედან გამომდინარე გამოძიების უმთავრეს ამოცანად იქცა მეორე ჩხრეკის ორდერის მოპოვება, რაც რთული სამართლებრივი პროცესი იყო, რადგან ერთსა და იმავე ობიექტზე ორდერის ხელმეორედ გაცემა იშვიათად ხდებოდა. ახალი ორდერის მისაღებად გამოძიებას სჭირდებოდა უთხოვარი და დამაჯერებელი მტკიცებულება. გამომძიებლებმა თავიდან დაიწყეს ყველა ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულების გადამოწმება, რა დროსაც მათი ყურადღება მიექცია გეისის სახლში ნაპოვნმა მაღაზიის ქვითარმა. ისინი დაუკავშირდნენ კიმ ბაიერს, გოგონას, რომელიც რობერტ პისტის გაუჩინარების დღეს აფთიაქში მუშაობდა და ჰკითხეს გეისის სახლში ნანახ ქვითარზე. კიმ ბაიერსმა გამოძიებას უთხრა, რომ იმ დღეს, როდესაც რობერტ პისტი გაუჩინარდა, მას გადასცეს ფოტოაპარატის ფირი გასამჟღავნებლად. მან ფირს მიამაგრა ქვითარი
ქვითარი, რომელიც ორად გახია, ერთი ნაწილი მაღაზიაში დარჩა, ხოლო მეორე ინსტინქტურად ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში, რომელიც რობერტ პისტისგან ჰქონდა ნათხოვარი. ქვითარი გადაეცა ექსპერტ კრიმინალისტებს, რათა დაედგინათ ემთხვეოდა თუ არა იგი იმ კონვერტზე მიმაგრებულ მეორე ნახევარს, რომელიც აფთიაქში იყო დარჩენილი. ქვითრის ორივე ნაწილის მოხეული ზომა და ფორმა იდეალურად ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს კი იყო პირველი პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ რობერტ პისტი ნამდვილად იმყოფებოდა გეისის სახლში გაუჩინარების დღეს. აღნიშნული აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გამომძიებლებს ხელმეორედ მიეღოთ ორდერი ჯონ უეინ გეისის სახლის გასაჩხრეკად. 1978 წლის 21 დეკემბრის დილას ჯონ უეინ გეისი ადვოკატ სემ ამირანტას ოფისში მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მას ოფიციალურად ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი, გეისი აშკარად პანიკაში იყო სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ მზარდი ინტერესის გამო. ის მივიდა ადვოკატთან რჩევისა და დახმარებისთვის. საუბრისას სემ ამირანტამ შენიშნა, რომ გეისი ძალიან აღელვებული იყო, თითქოს რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ თავს იკავებდა. იგი მუდმივად იმეორებდა, რომ უკანონოდ უთვალთვალებდნენ და საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. მოულოდნელად გეისი ადგა, კარი გააღო და ელვის სწრაფით გავარდა ოფისიდან. მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად გაემართა გზატკეცილისკენ. მას უკან გახვდნენ დეტექტივები, რომლებიც უთვალთვალებდნენ. მათ შენიშნეს, რომ გეისი მანქანის მართვის პარალელურად დიდი რაოდენობით ტაბლეტებს იღებდა. მალე გეისი ბენზინგასამართ სადგურზე შევიდა. მის მანქანას ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა. საწვავის ჩასასხმელად დეტექტივებმა დაინახეს, როგორ ჩაუდო გეისი მას რაღაც ჯიბეში. გეისის წასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო 3 ცალი მარიხუანას შემცველი სიგარეტი. გეისიმ ბიჭს უთხრა, რომ მას უთვალთვალებდნენ და ნივთი დაუკითხავად ჩაუდო ჯიბეში. დეტექტივებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ გეისის ქცევა აშკარად არაადეკვატური იყო. ასევე მისი გადაადგილების მიმართულებიდან მიხვდნენ, რომ იგი მამამისის საფლავისკენ მიდიოდა. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ გეისი შესაძლოა თავის მოკვლას აპირებდა და დაიწყეს მისი დაპატიმრების საკითხის განხილვა, რათა ხელი შეეშალათ მოსალოდნელი ტრაგედიისთვის. იმ დროს მარიხუანას ფლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს გეისის დაკავება. მათ გადაუჭრეს გზა და გააჩერეს. ერთ-ერთი დეტექტივი მიუახლოვდა გეისის მანქანას, კარი გააღო და ძალით გადმოათრია მანქანიდან. შემდეგ ხელბორკილი დაადეს, მანქანის უკანა სავარძელზე დასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მარიხუანის ფლობისა და გასაღების ბრალდებით მისი დაკავება საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეეშალა მისთვის, თუ ის მართლა თავის მოკვლას გეგმავდა და ცოტა დრო მოეგოთ. 1978 წლის 21 დეკემბრის საღამოს საგამოძიებო ჯგუფი ჯონ უეინ გეისის სახლში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად. მათი მთავარი მიზანი იყო ეპოვათ რობერტ პისტი, 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უყვალოდ გაუჩინარდა. გამომძიებელი დენგენტი კარადაში ოსტატურად შენიღბული საიდუმლო ჩასასვლელით სარდაფში ჩავიდა. სარდაფი ნესტიანი და ცუდად განათებული იყო. ირგვლივ მძაფრი სუნი ტრიალებდა. მიწაზე დენმა ათეულობით წითელი ჭია შეამჩნია, რომლებიც ტალახში ირეოდნენ. დეკემბრის სიცივეში ჭიების არსებობა მას არაბუნებრივად მოეჩვენა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მიწის ქვეშ შესაძლოა რაღაც ისეთი ყოფილიყო, რითიც ჭიები იკვებებოდნენ. მან რკინის ბარი აიღო და ღრმად ჩაარჭო ტალახში. ბარი ჩარჭობისას მყარ საგანს მოხვდა. დენმა ბარი ნელა ამოწია. ბართან ერთად ტალახიდან ადამიანის ბეჭის ძვალი ამოვიდა. მან ზემოთ მყოფ გამომძიებლებს დაუძახა, რომ ადამიანის ძვლები იპოვა. ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა, იყო თუ არა ეს რობერტ პისტის ნეშთი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სხეული ძალიან გახსნილი იყო, მალევე გააცნობიერეს, რომ ცხედარი დიდი ხნის წინ იყო დამარხული და შესაბამისად ის რობერტ პისტი არ იქნებოდა. გამომძიებლებმა მუშაობა გააგრძელეს და სარდაფის მეორე კუთხეში ადამიანის მუხლის ძვალს წააწყდნენ, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მიწის გათხრისას გრძელი ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის ფეხის ძვლები აღმოჩნდა. 3 ნეშტის აღმოჩენის შემდეგ გამომძიებელმა საგამოძიებო განყოფილების უფროს ჯოზეფ კოჟდენჩაკს დაურეკა და უთხრა, რომ ჯონ უეინ გეისის სარდაფში მათ მთელი სასაფლაო აღმოაჩინეს.
ჯონ უეინ გეისის სახლის ჩხრეკის პარალელურად წინასწარი დაკავების საკანში მასთან შევიდა მაიკ ალბრეხტი, ერთ-ერთი დეტექტივი, რომელიც მის თვალთვალსა და დაკავებაში მონაწილეობდა. გეისი მას გამყინავი მზერით შეხედა და ჰკითხა: სარდაფში იყავით? მაიკ ალბრეხტმა უპასუხა: დიახ, ჯონ, ვიყავით სარდაფში. გეისი რამდენიმე წამით დაფიქრდა. შემდეგ დეტექტივს შეხედა და ცივი ხმით უთხრა: იცი მაიკ, ამ ყველაფრის გამო ციხეში ერთი დღის გატარებასაც არ ვაპირებ. გეისის ადვოკატებს მკაცრად ჰქონდათ მითითებული, რომ დუმილის უფლება გამოეყენებინა და გამომძიებლებთან არ ელაპარაკა, მაგრამ იგი არ ემორჩილებოდა. ის აცხადებდა, რომ მისი ადვოკატები იმას გააკეთებდნენ, რასაც თვითონ უბრძანებდა. მას ჰქონდა უზარმაზარი ეგო, სურდა მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა და მთავარი გმირის როლის თამაში. სურდა, რომ თავად სჭეროდა მართვის სადავეები, გაეკონტროლებინა მის გარშემო მიმდინარე პროცესები და ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მას სურდა. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ მკვლელობები 1972 წლის 3 იანვრიდან დაიწყო. 1970-იან წლებში სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მკაცრი, ცინიკური და ხშირად სასტიკი იყო. ჰომოსექსუალობა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი და სამარცხვინო გადახრად ითვლებოდა. ამ ფონზე მოზარდები საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავდნენ, რადგან მათ სჯეროდათ და ხშირ შემთხვევაში ასეც ხდებოდა, რომ მშობლები მათ სახლიდან აგდებდნენ, თუ კი მათი ორიენტაციის შესახებ რაიმეს გაიგებდნენ. ბევრი სწორედ ამის შიშით გარბოდა სახლიდან, სხვებს კი ოჯახის წევრები იძულებით აგდებდნენ. ასეთი მოზარდების უმრავლესობა ხშირად ქუჩაში მარტო რჩებოდნენ. მათ შორის ბევრი იწყებდა ნარკოტიკების მოხმარებასა და სექსუალურ მომსახურებას, როგორც გადარჩენის ერთადერთ გზას. ასეთი მოზარდები ყველაზე ხშირად ავტოსადგურებსა და გზის პირა ბარებში იკრიფებოდნენ. სწორედ იქ პოულობდა მათ ჯონ უეინ გეისი. გარეგნულად თბილი და მორიდებული გეისი მათ ნდობის მოპოვებას ახერხებდა. ზოგჯერ მათ ფულს თავაზობდა, ზოგჯერ სამუშაოს, ზოგჯერ კი უბრალოდ მასთან სახლში ღამის გათენებას. და მოზარდები, რომელთაც ღამით დასაძინებელი არ ჰქონდათ, ხშირად თანყმდებოდნენ. გეისი გამომძიებლებს მოუყვა, რომ 1972 წლის 3 იანვარს მან გაიცნო ავტოსადგურზე ახალგაზრდა ბიჭი. შემდეგ კი სახლში წაიყვანა. მისი მონაყოლით მათ დალიეს და ერთმანეთთან სექსუალური კავშირი ჰქონდათ. შემდეგ გეისი მას თხოვა ღამით მასთან დარჩენილიყო, დილით კი ავტოსადგურამდე მიიყვანდა. გეისის თქმით, ღამით მოულოდნელმა ხმაურმა გააღვიძა, დაინახა, რომ ბიჭს ხელში დანა ეჭირა და მისკენ მიდიოდა. პანიკაში ჩავარდნილმა გეისიმ მას დანა წაართვა და რამდენჯერმე გულში ჩაარტყა. როდესაც მიხვდა, რომ ბიჭი მკვდარი იყო, შეეშინდა და დაიბნა. პოლიციაში დარეკვა ვერ გაბედა, რადგან იფიქრა, რომ არავინ დაუჯერებდა მის მონათხრობს და თვითონ აღმოჩნდებოდა ბრალდებული. ამიტომ გადაწყვიტა ცხედარი დაემალა. საკუთარი სახლის სარდაფში ამოთხარა მიწა და იქ დამარხა. გეისი ამტკიცებდა, რომ პირველი მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა გამოძიებისთვის ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ სისხლიანი და ბნელი გზის, რომელიც მათ წინ ელოდათ. გეისის სახლის უკანა მხარეს ავტოფარეხი ჰქონდა, რომელიც შიგნიდან ბინის მსგავსად ჰქონდა მოწყობილი. სწორედ იქ მიყავდა მას თავისი მსხვერპლები, რომლებიც მისი თანამშრომელი ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ზოგი კი ქუჩაში ავტოსადგურებთან გაცნობილი მოზარდები. გეისი გამომძიებლებს მოუყვა ჯონ ბუტკოვიჩზე, ერთ-ერთ იმ ბიჭზე, რომელიც მის სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და ერთ დღეს უკვალოდ გაუჩინარდა. გეისის თქმით, ბუტკოვიჩი სახლში ესტუმრა, ბოლო ხელფასის თხოვა და უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა. საუბარი მალე კამათში გადაიზარდა. გეისიმ შესთავაზა, სახლში შესულიყვნენ და იქ გაეგრძელებინათ ლაპარაკი. როგორც კი ბუტკოვიჩი შიგნით შევიდა, გეისმა მოულოდნელად ხელბურკილები დაადო, სექსუალურად იძალა და შემდეგ დაახრჩო. ავტოფარეხში ორმო ამოთხარა, ცხედარი იქ ჩააგდო და ზემოდან ბეტონი დაასხა. მან გამომძიებლებს უთხრა, რომ მაშინ მიხვდა ეს ყველაფერი მას სიამოვნებას რომ ანიჭებდა. გეისისთვის ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ ზალადობა, ეს იყო კონტროლი, დაუსჯელობის განცდა, თავისუფლება, რომლის ფასისხისი სიცოცხლე იყო. მას შემდეგ, რაც პირველი მკვლელობის შემდეგ მას არავინ დასდო ბრალი, გეისიმ გააცნობიერა, რომ იგივეს განმეორება დაუსრულებლად შეეძლო. ჩიკაგოს ბაქჰაუსის მოედანი იმ დროს იყო ადგილი, სადაც ღამღამობით ახალგაზრდა გეი ბიჭები იკრიბებოდნენ. გეისისთვის ისინი იდეალური სამიზნეები იყვნენ. ის ქუჩაში საათობით დადიოდა, აკვირდებოდა ყველას, ფრთხილად არჩევდა ისეთ ბიჭებს, ვინც მარტო იყვნენ
და ვის დაკარგვასაც ვერავინ შეამჩნევდა. ზოგს ფულს თავაზობდა, ზოგს ნარკოტიკს, ზოგს კი სამუშაოს. მათ სახლში ეპატიჟებოდა, სექსუალურად ზალადობდა, შემდეგ აღრჩობდა და ის სარდაფში მარხავდა. გეისი ამბობდა, რომ შესაძლოა სექსისთვის ადამიანების მუდმივმა ძიებამ მასში სიძულვილი გააჩინა. ის სართვლიდა მოკლულებს ადამიანებად. მისი თქმით, ეს ყველაფერი მაღაზიაში წასვლას ჰგავდა, როდესაც რაღაცა ნივთს იყიდი და სახლში მიიტან. მაგრამ სახლში ის ნივთი აღარ მოგწონს. ამ დროს შენ რასაც გინდა იმას გაუკეთებ ამ ნივთს. თუ მოგინდება გატეხავ და თუ მოგინდება გადააგდებ, რადგან შენ ამ ნივთში უკვე გადახდილი გაქვს. სანამ დესპლეინსის პოლიციის განყოფილებაში ჯონ გეის კითხავდნენ, მის სახლში სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებდნენ. მათ დაანგრიეს სახლის გამყოფი კედლები და აყარეს იატაკი, რათა გაერკვიათ რა მას შტაბის იყო ეს საშინელი დანაშაული. სამართალდამცველები გვამებს ერთმანეთის მიყოლებით პოულობდნენ. ზოგისგან მხოლოდ ჩონჩხი იყო დარჩენილი, ზოგიც ნახევრად იყო გახრწნილი, ზოგს კი გახრწნის პროცესი სულ ახალი დაწყებული ჰქონდა. სარდაფის გარდა გვამები აღმოაჩინეს უკანა ეზოშიც, ხოლო ჯონ ბუტკოვიჩის ცხედარი ავტოფარეხში ცემენტის იატაკის ქვეშ აღმოჩნდა. ირგვლივ საშინელი სუნი იდგა. აღმოჩენილი გვამების რაოდენობა კი უფრო ნათელს ხდიდა ჯონ უეინ გეისის მიერ ჩადენილი საზარელი მკვლელობების მასშტაბს. გეისიმ დეტალურად აღწერა ყველა მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა. მისი თქმით, მსხვერპლთა უმეტესობა ნებაყოფლობით მიჰყვებოდა მას სახლში, ფულის, ნარკოტიკების ან სექსის ანაცვლოდ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სამუშაოს ეძებდა. გეისი სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, მოზარდი ბიჭების სახლში შესატყუებლად. მას ჰყავდა ძველი მოდელის ოლდსმობილი, რომელსაც სიმციმა ჰქონდა დამაგრებული და გარედან პოლიციის მანქანას ჰგავდა. ასევე ჰქონდა პოლიციის 50-ზე მეტი ჟეტონი სხვადასხვა პოლიციის განყოფილებიდან. ის ხშირად იცვამდა ტყავის ქურთუქს, რომელიც მას გარეგნულად სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფ პოლიციელებს ამსგავსებდა. მოტყუებული მოზარდები ფიქრობდნენ, რომ პოლიცია აკავებდა, სინამდვილეში კი გეისი მათ იტაცებდა. გეისი დაუსრულებლად ლაპარაკობდა საკუთარი მკვლელობების შესახებ, რადგან სიემოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხვებოდა მოტყუებით როგორ მიჰყავდა ბიჭების სახლში და როგორ აჩვენებდა მათ საზარელ ფოკუსს, რომელსაც ის ხელბორკილების ფოკუსს ეძახდა. იგი ხელბორკილებს იკეთებდა და რამდენიმე წამში მათი გახსნილი რგოლები იატაკზე ვარდებოდა. შემდეგ კი ეუბნებოდა ბიჭებს, რომ ამის გაკეთება მათაც შეეძლოთ. შემდეგ მათ თვითონ უკეთებდა ხელბორკილებს, თუმცა მოზარდები მის მოხსნას ვერ ახერხებდნენ. როცა ბიჭები ეკითხებოდნენ, როგორ უნდა გაენთავისუფლებინათ თავი ბორკილებისგან, გეისი ცინიკურად პასუხობდა, რომ გასაღების გარეშე ამას ვერასდროს შეძლებდნენ. შემდეგ მათ კისერზე თოქს ახვევდა, ორჯერ ნასკვავდა, შუაში ფანქარს ჩადებდა, მას ნელა ატრიალებდა და ამ საშინელი მეთოდით ახრჩობდა მათ. სამართალდამცველები გეისის სარდაფსა და ეზოში ჩატარებული გათხრებისას ყოველდღიურად სულ უფრო მეტ გვამს პოულობდნენ. ზოგიერთ მსხვერპლს კისერზე თოკის კვალი ეტყობოდა, ზოგს კი დახრჩობისთვის გამოყენებული თოკი კვლავ შემოხვეული ჰქონდა. შემთხვევის ადგილზე უამრავი ჟურნალისტი იმყოფებოდა და ცდილობდნენ დანაშაულის ადგილის გადაღებას. ეს საზარელი ამბავი საერთაშორისო საინფორმაციო გამოშვებებში რეგულარულად შუქდებოდა. გაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებდნენ სტატიებს ახლად აღმოჩენილ მსხვერპლების შესახებ. ნაპოვნი გვამების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა. ნაპოვნი გვამები დანომრეს, რადგან მათი უმრავლესობა დიდი ხნის იქ ყოფნის გამო გაშავებული და გახრწნილი იყო, რაც მათ იდენტიფიკაციას ართულებდა. გეისის სახლის მიმდებარედ უამრავი ადამიანი იკრიფებოდა. ცნობის მოყვარეების გარდა ადგილზე მიდიოდნენ ისინიც, ვისაც დაკარგული ნათესავების პოვნის იმედი ჰქონდათ. ცხედრების ამოყვანა და იდენტიფიცირება ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. პოლიცია დაკარგულების ოჯახებს სთხოვდა მათთვის მიეწოდებინათ დაკარგულების კბილების რენტგენის სურათები, რადგან იმ დროისთვის ეს იყო მათი ამოცნობის ერთადერთი საშუალება. ჯონ გეისიმ გამომძიებლებს ასევე დაუხატა რუკა, რომელზეც გვამების დამარხვის ადგილები იყო აღნიშნული. მისი თქმით, სარდაფში დაახლოებით 20-ზე მეტი ადამიანი იყო დამარხული. საბოლოო ჯამში სარდაფში და სახლის ეზოში სამართალდამცველებმა 29 ცხედარი აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებს იმედი ჰქონდათ, რომ რობერტ პისტის სკვამს გეისის სახლში იპოვნიდნენ, თუმცა იქ არ აღმოჩნდა. გამომძიებლებმა ჰკითხეს გეისის, სად იმყოფებოდა რობერტ პისტის ცხედარი. გეისმა უპასუხა, რომ ის არც მიწის ქვეშაა და არც მიწის ზემოთ. მოგვიანებით გეისიმ დეტალურად მოუყვა გამომძიებლებს 1978 წლის 12 დეკემბრის საღამოს შესახებ. გეისიმ განაცხადა, რომ მაღაზიიდან სახლში მიდიოდა, როცა მასთან 15 წლის რობერტ პისტი მივიდა და სამუშაოს თხოვა. გეისიმ ბიჭს უთხრა, რომ სახლში გაჰყოლოდა, რათა სამუშაო პირობებზე ესაუბრათ. სახლში გეისიმ მას ხელბორკილების და თოკის ფოკუსი ჩაუტარა. როდესაც მას თოკი კისერზე შემოახვია, ნასკვში ფანქარი გაუყარა და ტრიალი დაიწყო. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. გეისიმ უპასუხა და როდესაც საუბარი დაასრულა და დაბრუნდა, რობერტ პისტი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მან ცხედარი ლოგინიდან გადმოათრია, სხვენში აიტანა, საწოლით დაალაგა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს მასთან დესპლეინსის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსი ჯოზეფ კოზენჩაკი მივიდა და პოლიციაში გამოცხადებას თხოვა. გეისიმ უარი განაცხადა პოლიციაში მისვლაზე იმ მიზეზით, თითქოს ნათესავი ჰყავდა გარდაცვლილი და იქ უნდა წასულიყო. გამომძიებლის წასვლის შემდეგ კი გეისიმ რობერტ პისტის სკვამი თავის ავტომობილის საბარგულში ჩადო, წაიღო და მდინარეში გადააგდო. იმ დროისთვის სარდაფში ადგილი აღარ ჰქონდა, რის გამოც მოკლულების სკვამებს მდინარეში ყრიდა. აპრილში სამართალდამცავებმა დესპლეინსის მდინარეში მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. სტომატოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ცხედარი 15 წლის რობერტ პისტს ეკუთვნოდა. ჯონ ვეინ გეისის სასამართლო პროცესი 1980 წლის 6 თებერვალს ილინოისის შტატში, კუკის ოლქის სასამართლოში დაიწყო. მას წარედგინა ბრალი 33 ახალგაზრდა მამაკაცის გატაცებასა და სასტიკმკვლელობაში. 1980 წლის 13 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა გეისი დამნაშავეცნეს 33 მკვლელობაში, ხოლო მეორე დღეს 14 მარტს მოსამართლემ სიკვდილით დასჯა სასიკვდილო ინექციით და დამატებით 12 უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 1994 წლის 10 მაისს გეისის სიკვდილით დასჯის მოლოდინში ციხესთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გეისი შუშის კედლით გამოყოფილ სიკვდილის პალატაში შეიყვანეს. მის სიკვდილით დასჯას შუშის მეორე მხრიდან მოკლულთა ოჯახის წევრები ადევნებდნენ თვალს. ბევრს ეგონა, რომ სიკვდილამდე გეისის სინანულით და შიშით სავსე სახეს იხილავდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სასიკვდილო ინექციის გაკეთებამდე მან ცინიკური ღიმილით იქ მყოფებს უთხრა: მე 33 ჯერ მოვკალი, თქვენ კი მხოლოდ ერთხელ უნდა მომკლათ.